ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პაპუაშვილის ინფორმაციით მართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველოს ლელოს პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას მოითხოვენ. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას ისარგებლეს ორი კრიტერიუმით, რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რამდენად უქმნის კონკრეტული პარტია თავისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას. პაპუაშვილის თქმით, სარჩელი ხვალ გადაეცემა საპროცედურო კომიტეტს, შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოში გადააგზავნიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამჟამად ისეთი ფიქტიური ერთკაციანი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საჭიროება არ არის, როგორიც არის ელენე ხოშტარია დროა და გირჩი მეტი თავისუფლება. კი ევროპას სტრატეგია აღმაშენებელი ევროპული საქართველოს მოძრაობა თავისუფლებისთვის ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, თუმცა პაპუაშვილის თქმით, მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ. პაპუაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ ეხება მათი საკონსტიტუციო სარჩელი პარტიას გახარია საქართველოსთვის. მისი თქმით, მთავარი სამართლებრივი ხაზი არჩევნების საპოდაჟი იქნებოდა, თუმცა პარტია გახარია საქართველოსთვის მანდატები შეინარჩუნა და დღეს საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო. მისივე თქმით, პარტიამ გახარია საქართველოსთვის სამართლებრივად თავი დაიძრინა. პაპუაშვილის თქმით, ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ამ ეტაპზე აღარ მიმართავს. ერთობლივი კონსტიტუციის სარჩელის მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა. მეორე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა. მესამე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ძლიერი საქართველოს ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის. მტკიცებულებები დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად მის კონსტიტუციურობას. ამით აღნიშნული პარტიები აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავენ. ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა ელენე ხოშტარია დროა და გირჩი მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას შემადგენლობაში არიან, თუმცა ფორმალურად დამოუკიდებელ პარტიებად არიან რეგისტრირებული. აგრეთვე კი ევროპას სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველოს მოძრაობა თავისუფლებისთვის, ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით, არსებითი გავლენა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია ლელოს სახელით საკრებულოში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით უპირველეს ყოვლისა გსურს პატივი უცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია ლელოსგან, რომელმაც მისი ამორჩევლისგან მინიჭებული საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატი. გახარია საქართველოს პარტიის შემთხვევაში მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა საბოტაჟი არჩევნების, თუმცა მათ იმ ნაბიჯით, რომ თავის დროზე
მანდატები შეინარჩუნეს და რამდენიმე დღის წინ კი განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებენ და დღეს განაახლეს კიდევაც საქმიანობა. ამ მხრივ, ასე ვთქვათ, ამ არგუმენტისგანაც თავი გაითავისუფლა. ამ ეტაპზე ინდივიდებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნა არ გვაქვს და რატომ? ვინაიდან ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს მემკვიდრე პარტიის სახით, იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან დაკავშირებული, იქნებიან დაკავშირებული აკრძალულ პარტიებთან, მათი არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობა აღკვეთონ. ან უფრო მოქნილი და ფართო ინსტრუმენტი არის, ვიდრე ეს იქნებოდა თუკი ჩვენ ინდივიდებისგან შემდგარ სიას ჩამოვაყალიბებით და ჩვენ ვამჯობინეთ ამ გზით წასვლა ამ ეტაპზე. თუკი აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირები შექმნიან ახალ პარტიას ან შეუერთებიან არსებულ პარტიას და საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რომ მათი იქ ყოფნა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის რეალურად უკვე ახალი მემკვიდრე პარტია ან არსებული პარტია გახდა თავისი არსით მემკვიდრე პარტია, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და აკრძალოს ის პარტია. გვერდის ავლის საშუალება, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს, როცა აკრძალო პარტიას, არ უნდა არსებობდეს რაღაცა ხვრელები, რომ გვერდი აუარო და სხვა სახელი დაიხადოს. ორკვირიანი ვადა არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ იმსჯელოს და თუ დაადგენს, რომ ეს ნამდვილად არის სინამდვილეში ფარსი, ანუ ცდილობენ პოლიტიკოსები, რომ თავი დაიძვრინონ და ახალი იურიდიული ფორმა შექმნან, მაშინ ის როგორც მემკვიდრე პარტია აიკრძალება. გრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება, რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის კოალიცია ძლიერი საქართველოს და ლელოს სახით, ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოუძებნით წინააღმდეგობის გზას. ჩვენ გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით. ქართულ ოცნებას, ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს მოუწევთ აუცილებლად პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუს სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო წოდებული, რომელ პარტიას გააუქმებს და არ გააუქმებს. პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნების ირგვლივ. პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობის შანსი იმისთვის, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდას და იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამცონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. დავინახოთ სხვანაირად, შევხედოთ სხვანაირად. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივად საქმე, იმიტომ რომ არიან პარტიები, არიან სამოქალაქო სექტორი, აქტივისტები, ხალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომლის მთავარი ამოცანა არის აი ამ 3-4 ჯგუფის, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ჩვენ თუ ერთმანეთის გამხლეთად ვიმუშავებთ და ამაზე გავაკეთებთ აქცენტირებას, ცხადია ეს არ მოხდება და ვერ მოხდება. ამიტომ გააკეთა ქართულმა ოცნებამ არჩევანი იმ სამ პარტიაზე, რომ აეკრძალათ, პატარა პარტიები არ აკრძალეს, რომ ესეც განხეთქილების საკითხად აქციოს. ჩვენ უნდა მოვეშვათ ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებას. რა თქმა უნდა არის არაკონსტიტუციური, ახლა როდესაც გსურს პოლიტიკური პარტია დაამარცხო, ის პირველ რიგში უნდა დაამარცხო არჩევნების გზით. ეს იყო გარიგება თქვენ შორის ბატონო. აი ამის გამოჩნდება ის, რომ თქვენი არჩევანი მოსულიყო გარიგების. ნუ ამას დრო აჩვენებს, ხო? დრო აჩვენებს აი ეს საკონსტიტუციო კამპანიის და პარტიების აკრძალვის კამპანია. სინამდვილეში შემდგომი კიდევ ერთი მორიგი უკაცრავად და ფეიქ კამპანია ხომ არ არის ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. რომ სასაუბრო შემოყვეთ პარლამენტში, იმიტომ რომ მეორე სიტყვაში ნაცმოძრაობას იმიტომ ვამბობთ, რომ ნაცმოძრაობა არის მთავარი ფაქტორი ოცნების
ოცნების მე-13 წელს ხელისუფლებაში ყოფნის. ეს არის მოქალაქეებისთვის არჩევანის სარჩევა. არა მარტო იმათთვის, ვისაც ეხლა ასაკრძალი პარტიების მიმართ აქვს სიმპათია, ყველასთვის. ანუ ივანიშვილი და რეჟიმი და მთავრობა გადაწყვეტს ყველას თქვენ მოქალაქეებს განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა რა არჩევანი შეიძლება გქონდეთ. რომ პირდაპირ ჩამოყალიბება ერთპარტიული დიქტატურის და რა თქმა უნდა ეს ზომა და ეს დრაკონული სამარცხვინო ინსტრუმენტი გაუქმდება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად. არ ვაღიარებთ ამ ხელისუფლებას, როგორც მოქმედ ხელისუფლებას, აღმასრულებელ საკანონმდებლო და სასამართლო დონეზე. შესაბამისად, ამ სამართლებრივ პროცედურებში შეყოლის აზრს ვერ ვხედავ, ისევე როგორც აღსრულების ნაწილში მგონია წარმოუდგენელი, როგორ შეიძლება აუკრძალო პოლიტიკური საქმიანობა ადამიანს, რომელიც ებრძვის ხელისუფლებას იმის მიუხედავად, რა წნეხს გადის ის, აი მაგალითად გიორგი ვაშაძეს როგორ შეიძლება პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალოთ, ანუ მეტი რაღა უნდა უქნან, ან ციხეში არის ადამიანი, აქედან გამოსული, რა თქმა უნდა, ის გააგრძელებს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. პარტია გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო საქმიანობას შეუდგა. 2024 წლის არჩევნების შემდეგ გიორგი გახარიას პარტია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა და კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებდა. მათ სხვა სამი ოპოზიციური პარტიისგან განსხვავებით საპარლამენტო სიები არ ჩაუხსნიათ, შესაბამისად დაიტოვეს სამართლებრივი უფლება პარლამენტში თავიანთი მანდატების გამოყენებისა, რაც დღეს აღასრულეს. პარტიის წევრმა გიორგი შარაშიძემ თქვა, რომ მათი იყოფნა ემსახურება განსხვავებული აზრის დაბრუნებას პარლამენტში. შალვა პაპუაშვილმა გახარია საქართველოსთვის წევრებს უთხრა, რომ მათი პარლამენტში ყოფნა მისასალმებელია. პარლამენტის სხდომა ურთიერთ ბრალდებების ფონზე წარიმართა. მისასალმებელია, რომ მართალია დაგვიანებით ერთი წლის თავზე, თუმცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი პარტია მამ აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულება. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პარტიამ უკან დასახლები ხიდები დაიწვა და შეიძლება დღეს ძალიან უნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, თუმცა ამის შესაძლებლობა თავათვე მოუსწრეს უპირველეს ყოვლისა საკუთარ ამომრჩევლებს, რომ მათი ხმა გაჟღერდეს საქართველოს პარლამენტში. მადლობა გაქვთ მოსახდელი თითეული უმრავლესობის წევრისთვის, რომ საერთოდ მოგეცით უფლება, მაგს ხეთხართ. და დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ქვიათ, ხო? მაგრამ ასევე გახსოვდეთ ერთი ძალიან მკაფიოდ და ნათლად, რომ ჩვენ პატივი ვეცით იმ ამომრჩეველს, რომელი ამორჩევლსაც თქვენ ატყუებდით არჩევნებამდე, რომ თითქოს წარმოადგენდით რაიმე განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას, ერთი გახსოვდეთ, რომ დღეიდან 3 წლის განმავლობაში მოგიწევთ ყოველ დღე თავის მართლება, რომ თქვენ არ ხართ ნაცები. ერთი ესეთი ფრაზა მახსენდება ბატონი ოტია იოსელიანის, მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ თავის ღალატსაც ღალატობს. ნუ ეს ბატონ გახარიას შეეფერება, რომელიც მოგწღრავს უცხოეთიდან. ოგნავ მაინც არ გერიდებათ? მოქალაქეები რომ შეცდომაში შეიყვანეთ და თქვენ ახევარი რომ აპროტესტებინეთ და აძახებინეთ რუსული კანონი? ამა ხო ოჯახებში დაპირისპირება გამოიწვია. ამას სამეგობროებში დაპირისპირება გამოიწია. და რა აღმოჩნდა იმ კანონში რუსული? დეკლარაციის შევსება? რატო ვერაფერს ვერ ამბობთ? მაგაზე ბოდიში გაქვთ თქვენ მოსახდელი. ყველა მიცის რომ თქვენ დამოკიდებულები ხართ გარე ინსტრუქციებზე და ქართველებს ესეთი პარტია არ აწყობთ და არასდროს არ შეეგუებთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდ პოლიტიკაში. აქ არავინ არც ერთ სიტყვას არ შეგარჩენთ და არც ერთ ესეთ ნარატივს არ გაგატარებინებთ. ეგ გამორიცხულია. ეხლა რაც შეეხება ბატონი ღარიბაშვილის ამბავს. თითქოს ეს ადამიანი მხოლოდ ჩვენ აღმოვაჩინეთ. იქნებ მე მეხსიერება მღალატობს, მაინც ასაკი მაქვს. ვის კაბინეტში მინისტრი იყო თუ არა ის თავდაცვის? თუ არ იყო? მე მგონი იყო. არ შეარჩია მან თავდაცვის მინისტრი. თვითონ არ დააკომპლექტა მაშინ მინისტრთა კაბინეტი. ღარიბაშვილი ვის კაბინეტში არ იყო თავდაცვის მინისტრი? ხო არ მეშლება? შეიძლება მეშლება. იყო. აბა რა გინდათ ერთი გამაგებინეთ. ის ადამიანი პასუხს აგებს იმ დანაშაულზე, რომელიც ჩაიდია. ჩვენი პოლიტიკური ძალა მინდა იცოდეთ, რომ სრულიად გააზრებულად იღებს პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე და ჩვენ თქვენგან განსხვავებით შეცდომების აღიარების პრობლემა არასდროს გქონია, რაც ამ 1 წლის მანძილზე დაუშვით. რაც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეხება საპარლამენტო ბოიკოტს. პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ ოცნების მოძალადე მანქანა ვერ შეაჩერა ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი
დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან და ვერ მოახდინა ამ დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია, როგორც იყო საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა, ანტიდემოკრატიული ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება და სწორედ ქართველი ხალხის პატივისცემით და იმ რეალობის აღიარებით, რომ ჩვენ ვერ შევძელით მათთვის უკეთესი ალტერნატივის შეთავაზება, რადგან 1 წლის მანძილზე ჩვენვე ვთქვით უარი ხალხის მიერ მონიჭებულ მანდატებზე და მარტო დაგტოვეთ ამ დარბაზში, მზად ვართ მივიღოთ ეს გამოწვევა და ხალხის ხმა და განსხვავებული აზრი დავაბრუნოთ პარლამენტში, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავის არ ეკუთვნის არც თქვენ, არც სხვა პარტიას, არამედ პირველ რიგში ეკუთვნის მხოლოდ ქართულ ხალხს. კოლექტიურ ნაცებად მოიხსენიებთ ადამიანებს, რომლებიც 2012 წელს ნაცებისგან იდევნებოდნენ, თუმცა თქვენს რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც 2016 წელს ჯერ კიდევ ნაცების შემომწირველები ან მათი მაჟორიტარული კანდიდატები იყვნენ. ვისი სასამართლოდ აპირებთ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას? გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძის სასამართლოთი? თუ ვის უნდა გაუგზავნოთ სარჩელი? ჩინჩალაძეს? ესაა თქვენი 13 წლიანი ნაცებთან ბრძოლის ანატომია. თქვენ ნაცებს კი არ ასრულებთ, ნაცებით აპირებთ ძალაუფლების გახანგრძლივას, სანამ მათი მტრისხატი იმუშავებს. 2012 წელს რომ დაგემთავრებინებთ ნაცები, ამის ნაცვლად შეხვედით მათთან მოჩვენებით ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ, რომ მტკიცება არა ჩვენ, არამედ თქვენ მოგიწიოთ, რომ ნაცები არა თუ ჩვენ, თქვენს რიგებში მოიკითხოთ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონმდებლობის საფუძველზე ბოლო 10 დღეში ადმინისტრაციული წესით მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს, ერთ ჟურნალისტს კი მცირე დროით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შენათქვამი, ბოლო 1 წლის განმავლობაში 25-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ქართული ოცნების მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს მოქალაქეთა თავისუფალ შეკრებას და ლახავს მანიფესტაციის ფუნდამენტურ უფლებას, ბოლო 10 დღეში დამოუკიდებელი კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ერთ ჟურნალისტს კი მცირე დროით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ბოლო 1 წლის განმავლობაში 25-მდე ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მკაცრად გმობს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მასობრივ დევნასა და დაკავებებს და აღნიშნულს მედიის მიმართ ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებად, ასევე თავისუფალი სიტყვის ჩახშობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს. დაკავებულთა შორის არიან ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია. მოსამართლემ მას 6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, მან საპატიმრო უკვე დატოვა. ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი და ჟურნალისტი ქეთა ციცკიშვილი 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ მან საპატიმრო უკვე დატოვა. ტელეკომპანია ფორმულა სოციალური მედიის მენეჯერი ცირა ჟვანია, მას 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჟურნალისტი ირაკლი წულაია. მოსამართლემ მას 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი და ჟურნალისტი ლიკა ბასილაია შავგულიძე მას 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი მას 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტი და წამყვანი ვასილი ივანოვიჩიკოვანი მას 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჟურნალისტი მაიკო ბოკერია იგი 5000 ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. მაიკო ბოკერია მეუღლესთან ვასილ ივანოვიჩიკოვანთან ერთად დააკავეს. ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი და რეჟისორი გიორგი ლიფონავა მას 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, მან იზოლატორი უკვე დატოვა. მწერალი, რედაქტორი და ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი ზვიად კვარაცხელია მას 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, კვარაცხელიამ იზოლატორი უკვე დატოვა. ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა დროების ოპერატორი ნიკა პატარაია მას 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ასევე 24 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ონლაინ გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტს ბასტიმ გალობრიშვილს. გათავისუფლებისას მას უთხრეს, რომ იგი სხვა პირში აერიათ, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
35 წლის წინ საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. ქუთაისში 1990 წლის 28 ოქტომბერი გაიხსენეს და მრავალპარტიული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ზვიად გამსახურდიას ინიციატივით 1999 წლის დამლევს შექმნილმა გაერთიანებამ პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მრგვალმა მაგიდამ შეძლო საქართველოს უმაღლესი საბჭოს 1990 წლის მარტის კომუნისტური არჩევნების ჩაშლა და მიაღწია იმავე წლის 28 ოქტომბრისთვის პირველი მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების დანიშნას. 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა პოლიტიკურმა ბლოკმა სახელწოდებით მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს ერქვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები და არა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რაც მიღწეული იყო ეროვნული ძალების მიერ მრავალდღიანი აქციების შედეგად. საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველი დემოკრატიული მრავალპარტიული თავისუფალი არჩევნები, რომლის მონიტორინგს მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს ასობით მეთვალყურე ეწეოდა. გამარჯვებული მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება. დღეს აქ შევიკრიბეთ 34 წელი შესრულდა, როდესაც საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები. მე პირადად ეს გუშინდელი დღესავით მახსოვს, რატო მრგვალი მაგიდიდან მე ვიყავი ქუთაისის მეორე საარჩევნო ოლქიდან წარდგენილი. მეკუთვნოდა თბილისის ქუჩა, კოსტავას ქუჩა, 26 მაისის ქუჩა, ლესია უკრანკის ქუჩა და იუზა ზარდალიშვილის ქუჩა. ესე იგი არჩევნები იყო წყინვალეთ, რომ ხალხი რო თავის გულით მოდიოდა უნებით. არავით არის დაძალება, არავით არის რომ დღეს ვარი კარტოფილების მიცემა, პატრიჟანებს არავით არის. სული და გulis მოდიოდნენ და საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბერი ეს იყო კომუნისტური იდეის დამხობის დღე. დამთავრდა უკვე კომუნისტური იდეა, ასია. ჩვენ ბატონო დაიწყო მრავალპარტიული არჩევნები. მაშინ ამ პარლამენტმა ჩვენ მოგცა რა გავიგეთ რაფერიჩევა უზენაესი საბჭოს დეპუტატი, რაფერიჩევა პრეზიდიუმის წევრები, რა არის ოპოზიცია, რა პოზიცია. პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო და ისეთი კანონები უნდა შექმნა, ჭრილი უნდა იყოს იქნა, რომ რაც გამოადგება ჩვენენა მამულსა სარწმუნოა. აი ესაა პარლამენტი. პარლამენტი როდესაც გადაიქროვა ფულის საკეთო ორგანოდ, ის უკვე პარლამენტი აღარ არის. პოლიტიკაში რაღაცა იმერეთში დააკავეს კაცი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ქალს Facebook-ი გაუტეხა. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებული პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე დაზარალებულისაგან მოტყუებით მოიპოვა სოციალური ქსელი Facebook-ის პაროლის აღსადგენი კოდი. უკანონოდ შეაღწია მის პროფილზე და დაზარალებულის მესამე პირთან პირადი ხასიათის მიმოწერას გაეცნო. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს. დაკავებული არიან ინდოეთის, პაკისტანის, ნიგერიის და ნეპალის მოქალაქეები. დადგინდა, რომ დაკავებული პირები უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით, განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული საცხოვრებელი სახლის, ავტომობილისა და პირადი ჭხრიკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს რამდენიმე შეკვრად დაფასუებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ 260 გრამი ალფა პვპ, 8 გრამამდე მეთადონი და ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო მასალები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პარკები და ელექტროსასწორი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დააკავეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. უწყების თანახმად აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებული იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილ 9,365,801 ლარის თაღლითურად დაუფლებას. დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებულები იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ. როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9,365,801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1,211,000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები. გამოძიებით დადგენილია, რომ ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს ლაგი კაპიტალის მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად 2023-2024 წლებში შპს ლაგი კაპიტალზე საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11,218,380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9,365,801 ლარს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 მუხლის პირველი ნაწილით, 180 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 194 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 362 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენის და შესაბამისი რეაგირების მიზნით. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს. კიუმ ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის ექსპერიმენტის ლიდერს ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორს ტიციანო კამპორეზის უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს როგორც სტუდენტთა საგანმანათლებლო პროგრამების, ისე კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერების მიმართულებით. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და პროექტების ეტაპზეა. კიუ სტუდენტები იმუშავებენ მოწინავე ტექნიკურ პროექტებზე ექსპერიმენტულ და საინჟირო გუნდებთან ერთად. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს კიუს საუნივერსიტეტო კამპუსი და მისი უნიკალური ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს ულტრათანამედროვე სასწავლო და საცხოვრებელ კამპუსებს, საკონფერენციო სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებს და სხვას. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უმასპინძლეთ ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციას. განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის გეგმები, გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები ჩვენი კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ახალი ინფორმაცია, ახალი ცოდნა და ამით კიდევ უფრო
საინტერესონი გახდნენ საერთაშორისო ცერმების ბაზრისთვის. So I'm glad to be here today to visit მოხარული ვარ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუმრობით. 10 წელზე მეტია თანამშრომლობს საქართველოსთან და ძალიან მიხარია, რომ დღეს კამპუსში სტუმრობის შესაძლებლობა მომეცა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიუხედავად იმისა, რომ ახალი დაფუძნებულია, ის სწრაფად იზრდება და ვითარდება. ვიმედოვნებ მომავალში მონაწილეობას მიიღებთ CERN-ის სხვადასხვა პროგრამებში, რომლებიც სტარტება ჟენევის ლაბორატორიაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობა გავაგრძელოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით, რაც კიუ სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩამოვიდნენ ჟენევაში, ისწავლონ და განივითარონ უნარები კომპიუტერულ მეცნიერებებში, ზოგად კვლევებსა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში. would be in terms of education and giving the opportunity to the students. შედგა ძალიან პროდუქტიული, ძალიან სასარგებლო დისკუსია, მიღწეულებთან შეთანხმება სტუდენტური გასვლითი პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევითი ერთობლივი პროგრამების დაწყების შესახებ. ყურადღება დაეთმო ჩვენი ადრონული ცენტრის ასე ვთქვათ ფუნქციონირებას, რომელიც დაახლოებით 2 წელიწადში უკვე თავის სტარტს აიღებს. განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10,000 ლარით 10 პედაგოგს გადაეცა. ღონისძიება მასწავლებლის ეროვნულ დღეს ჩატარდა და გამარჯვებულები განათლების მინისტრმა დააჯილდოვა. დაჯილდოვებულებს შორის არიან ჭიათურის მეოთხე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა ბურძენიძე, პოლნისის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი თინა თინფრუიძე და ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაგდა მათითაიშვილი. მინისტრმა თითოეულ პედაგოგს მრავალწლიანი შრომისთვის, პროფესიისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს 27 ოქტომბერს აღინიშნება. მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესება საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმასა და მათ დაფასებას ემსახურება. საქართველოს მასწავლებლების ეროვნული ასე ვთქვათ ჯილდოს მფლობელი ეს იმას ნიშნავს, რომ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. შესაბამისად არის აღიარება და ამავდროულად არის ძალიან დიდი мотиваცია, რომ მუდამ აკეთო მაქსიმუმი, რათა ბავშვს ყოველთვის შეუქმნა საინტერესო და შთაბეჭდილებით სავსე განწყობა. ეს ჯილდო მე ვიტყვი, რომ არ მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ეს არის თითოეული ყველა ჩემი მოსწავლის, ვისაც ჩემი მუსიკალური ჯადოსნური ჯოხი შეეხო. მე წლების განმავლობაში სკოლაში მუშაობდი, არ მაგდა, ვარ ღირსების ორდენის კავალერი, ვარ საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებული იყო ჩემთვის, ძალიან ვღელავდი და მიხარია. მე მიყვარ ძალიან ჩემი ბავშვები და სკოლაში მასწავლებელს კი არა ბაბუკის მიძახენ და სულ ერთად ვარ და მე 54 წელია სკოლაში მუშაობ და ვაგრძელებ ჩემ მუშაობას. არაფერი არ მაკლია და ვაკეთებ და მიყვარს სკოლა, მიყვარს ყველაფერი და არ შემიძლია სკოლის გარსე არსებობა. ჩემი გადასაწყვეტი რო იყოს 365-ვე დღეს ჩვენს მასწავლებლებს მიუძღვნიდი, იმიტომ რომ ისინი აკეთებენ ყველაზე პატრიოტულ საქმეს, ყველაზე საშურ და საგმირო საქმეს, იმიტომ რომ ამ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს ღირსეულ მომავალ თაობებს უზრდიან, აძლევენ ცხოვრების სწორ გზას, განათლებას, ცოდნას და ეს არის მართლაც ფასდაუდებელი. ყოველწლიურად სამინისტროს ინიციატივით ჩვენ ჩავალთ ყველა მუნიციპალიტეტში, თბილისის ყველა რაიონში მივალთ და ადგილობრივ რესურს ცენტრებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შევარჩევთ 8 წლმოსილ პედაგოგებს, რომლებსაც დავაჯილდოვებთ.